სოლიდარობა უვადო პატიმრებს აღნიშნული მოთხოვნით პატიმრების ოჯახებმა მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს და ხელისუფლებას სასჯელ მისჯილების საქმეების გადახედვა მოთხოვეს. ისინი მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ პატიმართა ნაწილს სასამართლომ დანაშაულთან შეუსაბამო განაჩენი გამომუტანა. მათი ნაწილი ამნისტირებულთა სიაშიც მოხვდა და სასჯელის რამდენიმე წელი მოაკლდა, თუმცა უვადოდ პატიმრობა მისჯილების შემთხვევაში ამნისტია ვერ მოქმედებს. ამისათვის საჭიროა მოქალაქეს ზუსტად ჰქონდეს მოსახდელი დრო გაწერილი, რათა ამნისტია შედეგად კონკრეტული წლები შემცირდეს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას იმ დადგენილების გადახედვასაც თხოვს, რომლის მიხედვითაც უვადო პატიმრების საქმის ხელახლა გამოძიება მხოლოდ 25 წლის შემდეგაა შესაძლებელი. ბაკურიძე ამ ვადის 15 წლამდე შემცირებას ითხოვს. ჩვენ ვიცით წინა ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი პატიმარი, მათ შორის უვადო მისჯილები არის უკანონოდ. და ვითხოვთ, რომ მათი საქმეები დაუყოვნებლივ გადაიხედოს და გათავისუფლეს ციხიდან. ვინც არის მეტნაკლებად კანონიერად, მაგრამ ძალიან მკაცრად მისჯილი უვადო პატიმრება, ისინი ითხოვენ, რომ სასჯელი, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით შეწყალება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ 25 წლის შემდეგ დაიწიოს 15 წლამდე. ჯარისკაცი იყო, 100 მეთაური იყო სენაკის 23 ბატალიონში. წარჩინებული საოფიცროზე უნდა გაეგზავნოს და ვიღაცამ გამიწირა შვილი. რამე შეღავათი ხომ უნდა ხონოდა. აქეთ კიდე შემოგვინებული 1/4 მოუხსნეს. შეკრებითობა და მოიხსნაო 1/4 მოუხსნეს. 1/4 რომ მოუხსნეს და უხაროდას, შევიდა ვიღაცა და უთხრა გასცინა თურმე და მოგეხსნეს უვადო, მაგრამ მაინც უვადო იქნები. ისო შეგეხუმა რომ მაინც უვადო იქნები.